მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო მსახურება ღამის თევით ჩატარდა. დილით კი ტრადიციულად ალილოს მსვლელობა მოეწყო. გორში მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაგრძელდა. მიალილოელებმა ჯვრებით, ხატებითა და საშობაო საგალობლებით ქალაქის ქუჩები მოიარეს და მოსახლეობას ქრისტეს შობის დადგომა ამცნეს და მიულოცეს. ქრისტე იშვა გიხაროდენ, ყველას გილოცავთ მაცხოვრის შობის დღესასწაულს, ულოცავ სრულიად საქართველოს და მთელ სოფლიოს დღევანდელი დღესასწაული მინდა მიულოცო მის უწმინდესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, ყველა სამღვდელო და სამონაზვნო დასს და სრულიად საქართველოს. ალილოს მსვლელობისას მოქალაქეები სხვადასხვა ნობათს სწირავდნენ, რომელიც მოგვიანებით სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და უპოვართა სასადილოს გადაეცემა. თაღესრულება ალილოს მსვლელობა, რომელიც მოიცავს ქალაქის ქუჩების ურთხევას, დალოცვას და შემოვლას, სადაც ხდება სურსათის სანოვაგის ტკბილეულის გადაცემა, რომელიც შემდგომში დაურიგდებათ გაჭირვებულ ოჯახებს. დავას დაეცა. გილოცავ შილო ყველას ჯანმრთელობას პრეზიდენტს და კარგად ყოფილ გისურვებ ყველას მეტირება რა ახალგაზრდობა მინდა იყოს განსაკუთრებით კარგი. ვილოცავ ძველ საქართველოს. მშვიდობა იყოს ჩვენ ქვეყანაზე და ჩვენს ოჯახებში. უფალი იშვა, ამაზე დიდი ნუგეში არაფერი არ არის ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის, ყველა ადამიანისთვის. დალოცვილები იყავით, მეცხოველებას დაგასრულეთ. საქართველოში ალილოს ტრადიცია მე-5-მე-6 საუკუნიდან დამკვიდრდა. მისი აღნიშვნა ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან აღდგა. შობის ხარობელი